სული დედამიწაზე ჩამოდის გამოცდილებების მისაღებად. გაწერილია ყველა სცენარი სამდე მატრიცაში. ყველა ადამიანი, ვინც გვხვდება ცხოვრების გზაზე, ყველა რაღაცას გვიჩვენებს. ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ ისინი, რომ გასაღებები გვეპოვა. 4D არის გარდამავალი დრო მე-5 D-სკენ, სადაც ჩვენ თვითონ ქმნით ყველაფერს. 4-დან 5-მდე არის დიდი საფეხურები. 4-0, 4-1, 4-2, 4-3, ასე შემდეგ 5-მდე. ეს გზა უნდა გავიაროთ, რაც შეიძლება შედეგიანად, რომ 5D-ში ჩვენი სამყარო შემოქმედნი გავხდეთ. ჩვენ ჩვენი ფიქრებით ქმნით ჩვენს რეალობას. რასაც ვფიქრობთ, იმას ხედავთ, რასაც ვფიქრობთ, იმას ვტვირთავთ, რასაც ვფიქრობთ, იმ ენერგიას ვასხივებთ და ზუსტად ჩვენი ენერგიების შესაბამისი ადამიანები და სიტუაციები იქმნება ჩვენს ირგვლივ. ფიქრები, ტვინი იტყუება, ლოგიკა უნდა, როცა ბევრი რამ სინამდვილეში ალოგიკურია და იმას, რომ ხედავდეთ, რაც სინამდვილეშია, ტვინი ვერ გაუძლებს, ვერ სხეული. ამიტომ ხედავთ მხოლოდ იმას, რისი დანახოთ შეგვიძლია. როცა გონებას ვასუფთავებთ სხეულსაც და ატმოსფეროსაც, გონება უფრო იხსნება, გაცნობიერებული ხდება, გულს უფრო ენდობა და სხეულს. სხეული და გული არასდროს იტყუება. მოусმინეთ სხეულს, რა სიტუაციებში როგორ რეაგირებს. სიტყვებზე, წინადადებებზე როგორ რეაგირებს, რომელ ადგილას იბოჭება, რას გრძნობს, სად გრძნობს, რუტკივილს. სხეული ბევრ რამეს გვეუბნება. სხეულის მდგომარეობის, მისი ტკივილების და ავადმყოფობების მიხედვით შეიძლება გაგება ადამიანის გონებაში რა დოგმები და გეშტალტები აქვს. თუ დავიწყებთ სხეულზე დაკვირვებას, ჩვენს თავში ყოფი პრობლემების მოგვარებასაც შევძლებთ ნელ-ნელა. ის ინფორმაცია არასდროს არ მოვა ჩვენამდე, რისთვისაც მზად არ ვართ და ვინც ახლა ამ ჩემ ჩანაწერებს უსმენ, თქვენ ყველანი მზად ხართ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. გონებრივად მზად ვართ. თუმცა რას ავირჩევთ, ეს მეორე მხარეა. ისევ ვიყოთ მსხვერპლის როლში, თუ გვინდა გავხდეთ ჩვენი ცხოვრების შემოქმედნი.